ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის მზიურის ბაღში აქცია გამართა. ღონისძიების ფარგლებში ღიაცის ქვეშ ჯანსაღი ხილის და ბოსტნეულის დეგუსტაცია მოეწყო. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საკვების უსაფრთხოებასა და სწორად შენახვასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. ყოველწლიურად სოფლის ჯანდაცვის ორგანიზაცია 7 აპრილს აღნიშნავს ჯანმრთელობის დღეს და ტრადიციულად ყოველი წელი არის სხვადასხვა თემის. წლევანდელი წელი 2015 წელი არის სურსათის უნებლობის წლად გამოცხადებული, შესაბამისად სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სურსათის ეროვნული სააგენტო უერთდება ამ ღონისძიებას. მოგეხსენება, ჩვენი სტუმრების უმრავლესობა არიან პატარა ბავშვები, ჩვენთვის მთავარი საზრუნავი ზოგადად. ამიტომ ჩვენ უერთდებით ამ სლოგანებს ამ ღონისძიებას, რომ ჩვენი რეალობა და ყოველდღიურობა იყოს ჯანსაღი სურსათი, მოიხმარო ჯანსაღი სურსათი, რომელიც ნაკლები დაავადებების გამომწვევი შეიძლება იყოს. დღეს აღინიშნება მსოფლიო ჯანმრთელობის დღე. ჩვენი საბავშვო ბაღიც მონაწილეობს ამ დღესთან დაკავშირებით მიძღვნილ ღონისძიებაში და დღევანდელ დღის თემას, ანუ ჯანსაღი ცხოვრების წესს ეხმიანება. ამ ღონისძიებაში ჩავერთეთ ბავშვებისათვის გამოტანილია ჯანმრთელი პროდუქტები, ასე ვთქვათ, და ამ თემასთან დაკავშირებით ღებულობთ მონაწილეობას.